მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი, საინტერესო სტუმართან ერთად, ალბათ ძალიან მოგენატრათ ყველას, ყველასთვის საპატივცემულო ადამიანი, ჩვენი კოლორიტი, ბატონი გრიშა ონიანი, რომელიც რაღაც პერიოდი ჩვენს გადაცემაში არ იყო. იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ ბატონი გრიშა დატვირთული არის თავის სამეცნიერო საქმიანობით ის ძალიან აქტიურად მუშაობს სტალინის ფენომენთან დაკავშირებით უამრავი მრავალტომიანი თხზულებები აქვს გამოცემული და კიდევ აგრძელებს სტალინზე მუშაობას და სტალინის თემა სამამულო ომის თემა განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს დღეები გუშინაც მთელი გადაცემა ჩვენ ამას მიუძღვენით სამამულო ომს 9 მაისს და აი ეს თემა გქონდა მაგრამ დღეს ჩვენ მარტო სამამულო ომზე და სტალინზე არ ვილაპარაკებთ მიმდინარე პროცესებსაც შევეხებით და მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ. მოგესალმებით ბატონო გრიშა, მოგესალმებით. გამარჯობა, როგორ ხარ, როგორ მოიარე ხავრობა. კარგად, ბატონო გრიშა, ძალიან კარგი იყო მინსკი და არ ვიცი, მე აი ესეთი შეგრძნება მქონდა საბჭოთა კავშირში დავბრუნდი თითქოს, იმიტომ რომ აი ის რასაც ჩვენ შევნატრით რა ჩვენ გვინდა რომ დაბრუნდეს აი ის წესრიგი ის სუფთავე ის პატიოსნება ის რაღაცა მორალურად სუფთა საზოგადოება ყველაფერი დავინახე მე აი ამ ქვეყანაში და ამ ხალხში მე არ ვიცი აი მართლაც სასწაული ქვეყანა გააკეთა ლუკაშენკომ და არ ვიცი მას მართლაც ძეგლი უნდა დაუდგას ბელორუსმა ხალხმა ბატონო გრიშა აი ეხლა ძალიან აქტუალობა შეიძინა ამ სამამულო ომის თემამ იქიდან გამომდინარე რომ ტრამპმა გამოვიდა და განცხადება გააკეთა რომ ჩვენ მოვიგეთ ეგ ომიო ჩვენ ვარ ყოფილიყავითო საბჭოთა კავშირი ვერ მოიგებდაო მე არ ვიცი ეხა იმ რაიხსტაგზე ამერიკული წარწერებია თუ რუსული ვეღარ გავიგე თუ ქანთარია მაიტანა ბოლო დროშა თუ უილსონმა ხო და რა სიტყოდით ეხლა აი რაღაცა ისტორიის გადაწერას და გაყალბებაზე არის თითქოს რაღაცა უკვე საუბარი და როგორ შეფასებას მისცემთ თქვენ ამ ყველაფერს Also მე გაოცებული ვიყავი ბატონო გაოცებული ვიყავი ასე კი არ ვერ გაიმარჯვებდა საბჭოთა კავშირიო ჩვენ გავიმარჯვეთო ფაშიზმზეო და რუსეთი გვეხმარებოდაო რა რუსეთი გვეხმარებოდაო თურმე 350 კაცი მაგათმა გაგზავნეს ფრონტზე და ხო და 27 მილიონი რუსეთმა დაკარგა ომში და თურმე ისინი იმათ უბრძოლიათ და ჩვენ დავხმარები ვართ მაგათ რა ამერიკელებს მარტო ამაში არ არის საქმე არის სხვა რამეში ეს მე ძალიან რა დავმალო ახლა და არ გამომივიდეს ისე რომ ალბათ ეშინია რაღაცის და რაღაცების მე ტენდენციური უნდა ვიყო და უნდა ვთქვა რომ რა თქმა უნდა არ მესიამოვნა ის რომ უპატარძლო ქორწილი ჩატარდა უპატარძლო კი არა მეფის გარეშე ჩატარდა ქორწილი ხო და როგორ შეიძლებოდა ეხლა ამხელა ამ სიძიფის მას ჩაეჩურჩურებია ყურში კარგი იყო რომ ვახსენოთ ერთხელ ეს თავარსარდალისა და მაგას სტალინი ვარ ყოფილიყო ისინი კიდევ ინგლისისა და გერმანიის მონები იქნებოდნენ და კიდევ დათვლილ იმის მასშტაბს ჭამდნენ ალბათ ბრინჯის მასშტაბს და ეხლა რომ სუპერსახელმწიფოდ იქცა ამაში ბევრი რამე სტალინის საზურევია და სტალინის დიდი დახმარებითაც იყო და ამბობენ კიდევაც და რატომღაც მოსკოვში ჩუქდებიან თუ არა სტალინზე რომ ცუდად თქვა ვიღაცამ
მათ ყრილობაზე აუხდა 5-6 კაცი და ტრიბუნალზე სცემეს ამერიკის ელჩი და 2 კვირა საავადმყოფოში იწვა. და აი ასე არ მიიღეს მაგათმა სტალინის კრიტიკა. და საბჭოთა კავშირთან იმით გაწყვიტეს მაგათმა პოლიტიკური ურთიერთობა, რომ სტალინის გამო და სტალინის გზას გადაუხვიეთ და რევიზიონიზმი დაიწყეთო და ქვეყანა არიეთო და სხვა. ეს ამას თავი დავანებოთ, მაგრამ თავარი ის არის, რომ საქართველომ არ გააკეთა სწორი ნაბიჯები და არ დაადგა ქვეყნის განვითარების სწორ გზას. მე 1000 გასული წლის 29 აპრილს თუ 19 აპრილი იყო არ მახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და საკონსტიტუციო სიტყვა თქვა. კონსტიტუცია თქვა იმ დღეს, მან როგორ უნდა იარსებოს და როგორ სწორი გზით უნდა იაროს ქვეყანა. და იმ დღიდან მე ვარ თავისუფალი კაცი, იმ დღიდან ვამაყობ იმით, რომ მე თავისუფლების მოყვარე და გმირი ქვეყნის შვილი ვარ. და უცნაურად მომეჩვენა დღეს კიდევ, როდესაც ყობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენ არაფერი საქმე არ აგვაქვს 30 წლამდე ევროპასთან და 30 წელში ჩავა ჩვენ მომზადებული, გამზადებული ევროპაში შესასვლელად ყველა დავალება შესრულებული გვექნება და მაშინ აღვადგენ ურთიერთობას. გავიხედეთ დღეს ჩავრთე ტელევიზორი და პაპუაშვილი მელაპარაკა იქედან რა. და რა არის ეს კაცო? რა არ მივეწვიეთ რაღაცა, თქვით რომ არ მივალთ რაღაცები და ჩახვედი ახლა და იქ ლექციას უკითხავ, რომ ჩვენ აუცილებლად იმაში ვართ, ევროპის გზაზე ვდგევართ, ევროპაში მოვდივართ, ჩვენ უნდა სტრატეგიულ ალიანსში შევიდეთ, ის იყოს როგორ არის ეს ხან ერთია ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, ხან მეორეა, ასე არეულად ცხოვრება არ შეიძლება, ხანაგებ როგორ შეიძლება პრინციპებზე არ იდგეს ადამიანი. ეხლა დღეს ვიღავი ეს გადაცემაში სადღაცას და იქა თქვი რომ 10 წერილი მოსწერა 8 სექტემბრამდე ჩერჩილმა სტალინს 8 წერილი გამოუგზავნა. ხო და 10 ერთხელ არ უპასუხა, 10 ერთხელ 22 ივნისიდან 8 სექტემბრამდე წერილს არ უპასუხა ჩერჩილის 8 გამოგზავნილ წერილს და მე-9 წერილი გაუგზავნა და მისწერა რომ კაცო, კი ბატონო, თქვენო გადაწყვეტილი გვაქვს რომ გვეხმარებითო რაღაცებიო, მაგრამო გვიგზავნითო, ტვიცო, ლულას ალკედევსო, ზარბაზნისო, სასხლეტი მოწყობილა სხვაგან დევსო, თვითრებს ფთები აღარ აქვთო, სუდად ტვირთავთო, სუდად ფუთავთო, თუ გვეხმარებით და თუ გაქვთ ისა, ჩვენ მაშინ კარგად გამოგვიგზავნეთო, კარგად შეფუთული გამოგვიგზავნეთო, ის ვარ გოდეს რომ გავაგზავნოთ ფრონტზეო. ხელახლა გასაკეთებელი არ უნდა იყოსო თქვენ გამოგზავნილი საომარი იარაღებიო. აი ასეთი და მე გაგვირებას ვიღავ პირველად რომ წავიკითხე რომ კაცო გეხმარებია და ასეთი ტონით რატო უნდა ელაპარაკო, მაგრამ ის თავისი კაცობით კი არ ელაპარაკებოდა, ის ქვეყნის სახელით ელაპარაკებოდა, ის დერჟავის სახელით ელაპარაკებოდა, ის რუსი ხალხის სახელით ელაპარაკებოდა და თვითონ რომ დაეხია უკან, ეს ნიშნავდა რომ რუსეთმა დაიხია უკან. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი, როდესაც ხელისუფლების სალაპარაკოდ მიდის სხვა ქვეყანაში, ის ქვეყნის სახელით ლაპარაკობს და არა თავისი სახელით. და ამიტომ ქვეყნის თავმოყარეობის დაცვის უფლება და საშუალება თუ არ გაქვს, მაშინ არ უნდა წახვიდე იქ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. აი ახლა ბატონო გრიშა ძალიან ისეთი აქტუალობა შეიძინა გუშინ ტელევიზიურმა გააკეთა სიუჟეტები, რატო იყო
მამუკა ფიფია რატო იყო ოთარ ფარცხალაძე 9 მაისო რატო ესწრებოდნენ მე არ ვიცი აბა ნაცისტების შეკრებას ხო არ დაესწრებოდნენ ან რატო არ უნდა იყოს ქართული დელეგაცია 9 მაისს მოსკოვში როდესაც ეს გამარჯვება და ეს დღესასწაული ჩვენ შევქმენით ხო აი ხა მე პირადად მინსკში ვიყავი და იქაც გამოიარეს აზერბაიჯანული არმიის, უზბეკეთის, ჩინეთის, ყაზახეთის თან 5 კაცმა გაიარა, კაცო, 3 კაცმა გაიარა აზერბაიჯანელმა. 3-მა. ხო შეიძლებოდა იქ 5 ქართველი მაინც ყოფილიყო და გაევლოთ იქ იმაში, რა ქვია, იმ პარადზე და იგივე მოსკოვში, კაცო, ვერ გავიგე, თუ კი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტები და პირველი პირები ჩადიან, იქ ფიცო იყო, ორბანი იყო, იქ იყო ჩინეთის ლიდერი, იქ იყო ბრაზილიის ლიდერი, იქ იყო სერბეთის ლიდერი, იქ იყო უამრავი ქვეყანა მათ შორის იყო სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი რომელიც რუსეთთან გარკვეულწილად უთანხმოებაში ალიევი არ იყო მაგრამ იყო აზერბაიჯანულმა არმიამ ჩაიარა იმაზე რა ქვია და სხვათა შორის კომენტატორი რო აშუქებდა აი ამ აღლუმს იცით რა თქვა რა ცუდი არისო ქართველებმა რო არ მიიღეს მონაწილეობა აღლუმშიო ქართველმა ჯარისკაცებმაო იმიტომ რომ სირცხვილია მართლა ვერ გავიგე იმ რა ქვია იმ კრემლში იმ კრემლთან მავზოლეუმთან ვინ წევს ვინ სტალინი არ წევს და მე არ ვიცი აი ბოლო კაი წელს ჯანდაბას დამთავრდა ესე თუ 80 წლის იუბილეზე რო ყოფილიყავით ეგ უფრო გაცილებით უკვე მაგრამ მომავალში მაინც აი არ ვიცი რაღაცნაირად ხო უნდა შეიცვალოს რაღაც დამოკიდებულება თქვენ როგორ ფიქრობთ კაცო მე გამოვედი და ტელევიზიით მივმართე პუტინს მივმართე რომ მე მოვდივარ მეთქის 9-ში და გავაგზავნე მთელი საბუთები ყველაფერი გავაგზავნე სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ მოვხდი წითელ მოედანზე და ვინ გვიშლი ჩვენ რო წავსულიყავით ვინ 10 კაცი რო წავსულიყავით ვინც სამხედროებია ვინც ვაჟკაცებია მე ძალიან ბევრ ვაჟკაცს ვიცნობ სამხედროს რატო არ წავიდნენ ისინი და რატო არ გამომეხმაურა ვინმე რომ გრიშა ხო არ წამოხვალ მოსკოვშიო ყველა შენთან ერთად წავიდეთო რა რატომ ვერ გავიგე რა იმიტომ რომ ჩმორები არიან და იმიტომ რომ შიშრები და მხთლები არიან ბიჭო მე არა ვარ ამ ხნის კაცი შიშარა და ესენი რამ დააჩრუნგა კაცო ესენი რამ დაადედლა ეს ხალხი რამ მოუსპო რამ გაუწყვიტა შუბლის ზარგვი და რამ ნერვები გადაუჭრა ამ ხალხს ხელს ვერ იქნებენ და გულზე მაინც დაიწყან ხელი კაცო გაბრაზებულებმა თუ სხვას ვერ უწყამენ რა არ ვიცი ბატონო გრიშა ერთი რამე არის რა უყურეთ ეხა აქ ვიღაცებმა დაიწყეს ლაპარაკი რომ აი სტალინი არ ახსენეს გასაგები ხა მეც რაღაცნაირად გულზე მომხდა ეს ყველაფერი არ მესიამოვნა სიმართლე რო გითხრა მაგრამ ეხა ბევრი უკავშირებს ამას იმას რომ აიო ქართველი რო იყო იმიტომ არ ახსენეს სტალინი რა შუაშია ეხა კაცი 5-ჯერ 6-ჯერ გეუნება ჩამოდი დავილაპარაკოთ სამ ფორმატში აღვადგინოთ ყველაფერი მე ვფიქრობ აქ სტალინის მიმართ ცოტა ზედმეტად თხილი დამოკიდებულება არის გამოხატული იმიტომ რომ სტალინი რო კულტად იქცეს რუსეთში მაშინ რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს რუსეთის წყობილება ანუ ეს ქვეყანა უნდა გადავიდეს ჩინურ მოდელზე და კაპიტალისტური მოდელი შეიცვალოს სოციალისტური მოდელით რაც ეხლა ნამდვილად არ აწყობს გარკვეულწილად ალბათ ხელისუფლებას თორე რა შუაშია ქართველობის იმით ეს არ ამგონია რომ ეს იყოს და მე კიდე უკვე და ასე ჩხარათაც ვერ მოხდება სტალინის მაღლა აწევა ახლა მე ვიცი რომ ახლა აეროპორტს დაერქვა იმაში ვოლგოგრადში სტალინგრადის სახელი არის ასევე გადარქმევაზე სახელი იმიტომ რომ მალე მე ვფიქრობ ალბათ სტალინგრადი დაერქმევა იმას რა ქვია ქალაქს და ასევე დაიწყო პერიფერიებში სტალინის ძეგლების უკვე მასობრივად აღმართვის პროცესი ეს პროცესი ვერავინ ვერ შეაჩერებს სტალინის დაბრუნებას რუსეთში ვერავინ ვერ შეაჩერებს მაგრამ აქაურები რომ ლაპარაკობენ ამ სტალინზე თქვენ ლოცილებო აგერ აგდია იმაში წყალკანალის შემიმასე აქ ტერიტორიაზე ბერბუქში ეს სტალინის ისა რა ქვია ძეგლი და პლუს კიდე სტალინის მუზეუმში არის იმისი რა ქვია ოკუპაციის მუზეუმი და რეპრესიების ოთახი ჩვენ
მოდი ჩვენ დავსვათ ჩვენ კითხვას. ერთი, აი გუშინ კადრები ვანახე ბელორუსიაში როგორი დღესასწაულეს. 1-9 მაისი საქართველოში რატო არ უნდა აღინიშნებოდეს პომპეზურად მელიტონ ქანთარია, რომელიც რაღაცა ვერც მიხვდები ქანთარია თუ ჩიბურდანიძეა, იმიტომ რომ სამხედრო ფორმა არაცვია. ჩვენ თავს კითხოთ, ჩვენ ვაფასებთ სტალის? ჩვენ ვაფასებთ? რას აფასებ კაცო, სადაც კი დგას მივლენ და წითელ საღებავებს ასხამენ და აგერ ამ გათახსირებულმა ვიღაცამ თვალებზე წაუშვა წითელი გასგა წიგნის ყდაზე რა, და ისეთი წიგნი გამოუშვა რა. და ამ არაკასმა ბუღაძემ კიდევ საქართველოს სტალინის წინააღმდეგო დაწერა წიგნი, კაცო, წიგნი. ხოდა ამ ხელისუფლებას თუ ეშინია, ამათი კაცო წავიდეთ ვისაც არ გვეშინია ის მოვალთ კაცო და აბა ჩვენ მოულით რა, როგორც იქნება რა. და თუ ესენი რამეს თავიანთი ქონები და იმით დათვის გულისთვის არის, ჩვენ ვისაც არაფერი გვაქვს ქონება, ისინი მივართ და აი რამდენიც უნდა იმდენი იმას ვიქნან. დამანდონ ეს ყანდაღა თუ რაღაც ჯანდაბა არის როადებენ რა. ეხლა მე რას ვამბობ ბანდონი, აი გუშინ თქვენ შეგრებული იყავითა და გიყურებდით მე და რაღაცები და გული დამწყდა რომ იქ არ ვიყავთ. ბიჭო, მე გეუბნებით რომ შევიკრიბოთ კაცო, შევიკრიბოთ ჩვენ ინიციატივები ინიციატივა გამოვიჩინოთ. შევიკრიბოთ რამოდენიმე 50 კაცი. გავიდეთ და შევაგროვოთ ხელმოწერები, რომ ჩვენ არ გვინდა ნატო. არავინ არ გვიშლის ჩვენ თქვათ ევროკავშირში შესვლას არ ღებულობენ იქაც, მაგრამ იქ კარგი დავჩეთ. ნატო არ გვინდა. მიუხრობელი ქვეყნების რიგებში გვინდა ყოფნა. ამის წინათ უსმენდი ზახაროვას. თქვა რომ არც ერთი მინიშნება არ მოდის საქართველოს ხელისუფლებიდან, რომ ჩვენ რაღაცნაირად ხელი გაუწოდოთ. ხელი რომ გაუწოდოთ, რომ თავიანთი მიწები დაუბრუნოთ და დავიშვენოთ რა გასო ამ ხალხის განაცად და ჩვენც მოვიხსნათ ეს ვალდებულებებიო. არავინ არ მოდისო. ამათ ეთყობა არ უნდა და ვისაც გვინდა გაგვატარონ, არ შეიძლება. მე ერთხელ თქვა ზახაროვამ თუ 1000-ჯერ თქვა, ეხლა პუტინმა 900-ჯერ ახსენა, ლავროვი გამოვიდა. მერე ბოდიში და ვიღაცეები აქ განცხადებები აკეთეს, აი ხო იცით ეხლა აფხაზეთში აღსდგა სარკინიზო მიმოსვლა და ავია მიმოსვლა მოსკოვსა და სოხუმ შორის. ჯო არ გინდა და წაიღებს, აბა რა იქნება კაცო, შენ არ გინდა ის სოხუმი და ცხინვალი და ადგება და მიერთებს მერე, იმიტომ რომ აი გეუნება მოდი და არ მიდიხარ და რა ქნას იმან? რა გააკეთოს თუ არ გინდა? შვიტოვა მესტა პუსტა ნიბივაეტო ნათქვამია, ხო იცით? და უპატრონო ეკლესიასო ეშმაკები დაეპატრონონო ისიც არის ნათქვამი და არ გვინდა ჩვენ არც სოხუმი გვინდა, არც ცხინვალი გვინდა, არც თბილისი გვინდა. აგერ პაკისტანელები და ინდოელები თაისო ქალაქი. პაკისტანში ვარ თუ ინდოეთში ვარ ვეღარ გავიგე რა. ხო და არ ვიცი რა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაინც აი ხელისუფლება დიდი წნეხის ქვეშ არის, ფაქტი ერთია და მაინც საბოლოოდ დაძლევს ამ წნეხს, თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ არაერთხელ ყოფილიყართ ხელისუფლების ხარდასაჭერ აქციაზე, დიდი ამაგი გაქვთ ამ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ბევრჯერ დაუდექით გვერდში. თქვენ სიტყვას ფასი აქვს. მე მახსოვს ბათუმშიც იყავით სხვადასხვა მსვლელობის დროს ყოველთვის ვეღარ გამივლია ქუჩაში ქვეყანა პორტის ქვეყანა ხალხელებზე ხარაღა ვიდეო აი მე შენ უნდა გაგაგრინდი გვახლა რამდენჯერ გთხოვე მე ჩემი ბელადობა და ჩემი ხელმძღვანელობა ეხლა არ შეიძლება სალიფეთის სამარეში მაქვს მოდით ახალგაზრდებო აგერ მუზეუმია ოთახები გვაქვს ქვეყანა გვიცნობს მანქანები გვყავს გავიდეთ ხალხში ხოდა რამდენჯერ გითხარი რომ პარტია ჩაიბარე მეთქი თქვა და გვერდში დაგიდგებით და ყველაფერი და რაღაცები და გავყიდი ყველაფერს იმისაც რომ რაიში ჩავიდეთ და რაღაცები
ესენი ვინ არიან კაცო ვინ იცნობს ამათ ეხლა რომ ჩვენ გველაპარაკებიან ვინ არიან ესენი რა ბატონო გრიშა მე ერთ რამეს გეტყვი თქვენ იცით რა არის არავის არ აძლევენ საშუალებას რომ აი ხა ჩვენ ჩაკეტილი გვაქვს სამთავრობო არხები ეს პირველ რიგში პიდარასტებისა და ნაცების გარდა არავინ არ აზის სამთავრობო არხებზე იმედზე არ ვიცი მე ხალხი მე მგონი ასეთი შტაბ-ეჭდილება მექნება ზოგჯერ რომ იქ იმაში ცხოვრობენ იქ ამ სტუდიებში რაღაცა კლუბი არსებობს თუ ტელევიზია ჩვენ კი გვაქვს რეიტინგი და ველაპარაკებით საზოგადოებას მაგრამ არ გაძლევენ საშუალებას რომ შეხვიდე პოლიტიკურ ველზე იმიტომ რომ თუ ნაცი არ ახარ თუ გირჩი არ ახარ ეხლა ამ გირჩელმა ზურა აბაშიძემ კონსერვატორობა დაიწყო მეო ტრადიციები მიყვარსო მეო ეს ცეკვები მიყვარსო ღვინო მიყვარსო და მეო ჩემ ტრადიციებს ეხლა ვინაიდან ამ ლიბერალიზმის სულ ზღაფავს ეხლა ამ პიდარასტებმაც გაკონსერვატორობა დაიწყეს ხდები თქვენ ხო და არ ვიცი კაცო არ ვიცი აი არ ვიცი ხო გეუბნები თელს ყოფილ სამთა კავშირი გიცნობს კაცო და საქართველოს აღარ გიცნობენ შევიკრიბოთ ვიღაცა კაცო შევიკრიბოთ რა შევიკრიბოთ მეც თქვა ეს არის ვისემანებიან ეს რუსების იმას ეძახიან კაცი თელი რუსები და მოფენილი აქაურობაო კაცო რუსის ორგანიზაციებითო სად არის სად ეს რუსეთის ორგანიზაცია მითხარით ერთი რა გუშინ რო შეიკრიბეთ ის რუსეთის ორგანიზაცია არის რატომ არ გამოდიხარ და რატომ არ ყვირიან ისინი რომ ჩვენ რუსეთთან ველაპარაკოთ და რუსეთის იმაზე როგორ არის ახლა ვერ გავიგე ეს თუ რუსეთი მართლა მუშაობს აქა მე სად მძინავს კაცო რატომ არ ვეხმარები რატომ არ ვარ იქა და რაღაცები მაგრამ არა კაცო ესენი გასართობად იკრიბებიან აქა ერთმანეთთან ბატონო გრიშა რა მაინტერესებს აი ხა თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ჩატარდა იმ დღეს მამუკა ფიფიას ინიციატივით ჩატარდა ესე იგი შეკრება სადაც რეზოლუცია იქნა მიღებული და დაიწყო უკვე ხელმოწერების შეგროვება ხალხში რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნით იმიტომ რომ ხელისუფლება ხშირად ამბობს რომ აი ჩვენ არ დაველაპარაკებით რუსეთს იმიტომ რომ ჯერ დაგვიბრუნოს ტერიტორიები მე არ ვიცი თქვენ ეხლა სოფლიო პოლიტიკას კარგად იცნობთ არაერთი ნაწარმოები არაერთი სულების არაერთი ავტორი ხართ პუბლიცისტური ნაშრომისა და ყველაფერ ამას შეგიძლიათ შეხედოთ როგორც პოლიტოლოგის თვალით აი მე მაინტერესებს ეხლა აი სულ მაგას შედარებას ვადარებ რომ აი რო ეხლა ბავშვი რო წაგართვას მშობელს ვინმე იმას იტყვი რომ ჯერ დამიბრუნოს და მერე დაველაპარაკებით იმასო ვინც წამართვაო ჯერ ხო იმაზე იფიქრებ რომ შეეხვეწები მუხლებზე დაუდგები ბოლო-ბოლო რომ დამიბრუნე ჩემი შვილი შვილებზე უფრო ძვირფასი არ არის ეხლა ცხირვალი და სოხუმი ჩვენთვის და აი ეს პოზიცია სააკაშვილიდან მოყოლებული დღემდე რომ მოდის რომ ჯერ დაგვიბრუნეთ და მერე დაგველაპარაკებით. აი რამდენად სწორია ახლა ეს? ბიჭო. ეხლა დღეს რო შელაპარაკობდი. აბაზე მეტია. მე სხვა იმაზე რომ გამოდივარ ტელეეკრანებზე. მე მევდიარ. წადიო, ნიკოსთან რატომ მიდიხარო კაცო წერენ, მირეკავენ, იქ თქვითო, სათქმედიო, იქ გიყურებთო, სხვაგან ვერ გიყურებთო, გაიგოია? იმიტომ რომ მართალი სიტყვა უნდა ესენი რაღაცა ბიკი ბოკი მულად დაბარაკობენ ეს სიტყვა მეორე დღეს მეორეს ამბობენ ვერ გავიგე ვერაფერი ამათი ხო და გეუბნები კაცო ეს ირაკლი რო არის კაცო აი ირაკლი არაჩვეულებრივი პიროვნება ეს არის თქვენ კობახიძეზე ლაპარაკო? კობახიძეზე არ ლაპარაკობ კაცო და იმაზე ვლაპარაკობ ირაკლი პოლიტოლოგი რო არის ირაკლი გოგავა ხო? ირაკლი გოგავა რო არის იმასთან არის კიდევ სოსო მანჯავიძე ეს არიან ბიჭები კაცო წვილი დატერილები რა ვიცი აბა როგორ იქნება ხო ერთხელ უნდა დავდეთ ყველა გიდა აქ ჩამოვიდეთ რომ ტემპერატურა და უფრო დიდი ოთახი აქა დავდეთ და
ვილაპარაკოთ ერთად კაცო და ესენი ნუ მოგვისმენთ კაცო ჩვენ მე გავაკეთოთ ესე ჩვენ ხო ვიცით რაც უნდა გაკეთდეს რომ იქამდე მივიდეთ სანამდე ხელისუფლებას უნდა მისვლა რა იქნება ამათ რაღაცა მართლა არა აქვს იმისი გასახანი რომ დაიწყო ხმამაღლაბი ლაპარაკი მაგრამ ჩვენ ვინ გვიშლის ლაპარაკს შენ ხო არავინ არ გიშლის ლაპარაკს არა მე ხო არავინ არ მიშლის ლაპარაკს არა უთხრათ ხალხს სიმართლე არ შეიძლება ბატონო გრიშა საქმე იმაშია რომ კომუნისტებს ჰქონდათ კარგი ლოზუნგი საქმე ლაპარაკის ნაცვლად აბა საქმე ლაპარაკის ნაცვლად ანუ ჩვენ კი ვლაპარაკობთ მაგრამ აი საქმის კეთებას არ ვახერხებთ იმიტომ რომ შენ რომ აი თქვენ პარტია ახსენეთ ხო პარტია რო გააკეთო მაშინ მედიამ უნდა დაგითმოს დრო მაშინ უნდა აი ამ პარტიას გარკვეული დაფინანსების წყაროს მოძიება ჭირდება და რაღაცა და ეხა მარტო აი ეს დასავლეთის აგენტურა ფინანსდება დასავლეთიდან მაგათ აქვს დათმობილი ეთერები ეხა პარტიას თუ ტელევიზიაში არ გამოგიყვანენ თუ კი ფული არ გექნება ეგ იგივე არის ბატონო გრიშა წახვიდე ომში იარაღის გარეშე რამე სულ ტელევიზიაში არა ხარ გასო სულ ტელევიზიაში არა ხარ გავიგე მაგრამ ეს საკმარისი არ არის ერთი კონკრეტული ტელევიზია ხა ჩვენ მაგალითად აი ხა სიტყვაზე სილქნეთში ვერაფრით ვერ მოვახერხეთ გასვლა და ადამიანს სილქნეთსავი ყველა გიყურებს თემი საქართველო გიწო არა გავიგე საქართველო ჩვენ გიყურობს კი ბატონო მაგრამ მაინც იცით რა არის ტელევიზია რო არის ადამიანს ეხა როცა პარტია იქნება ხო თქვენ პარტია ახსენეთ პარტია უნდა გავიდეს რაიონებში უნდა მოაწყოს შეხვედრები მარტო ტელევიზიით ხო არ ელაპარაკები პარტია ტელევიზიისგან თქვენ იცით რომ ეხა არის სამწუხაროდ ეგეთი რაღაცა შემოვიდა ჩვენში ზოგი გადაეჩვია ხალხთან ურთიერთობას მარტო ტელევიზორში ზიან და ლაპარაკობენ შედალოცილო ვერ თქვენ თქვით ერთხელ სტალინი გახსოვთ ალბათ თქვენ 1000-ში ერთხელ გამოჩნდებოდა საერთოდ ტელეეკრანზე და 1000-ში ერთხელ გამოჩნდებოდა იმ რა ქვია პუბლიკაციებში საკავშირო მეებში გაზეთებში ხო ზოგჯერ თავიც უნდა მოანატრო კაც და მარტო ამ ტელევიზორში გამოჩენა არ კმარა ამისთვის საჭიროა ფინანსები ხა ადამიანებს უნდა რაღაცა შეხვდე ადამიანებს რაღაცა უნდა გარკვეულწილად მოამზადო კონცეფციები მუშაობა ხა კარგად გამიგეთ ეხლა ამერიკაში პარტია რო იწყებს საარჩევნო პროცედურებს მილიარდები იდება შიგნით რომ იმან თავისი მუშაობა გაწიოს უფულოდ არაფერი არ გამოდის ეხლა ვიღაცას წარმოუდგენი ეგ კიდევ თქვი ეგ იგივეა ომში წახვიდე იარაღის გარეშე აი ის ამერიკაში პარტიას აფინანსებს ის ბიზნესმენები ხალხი ჩვენთან როგორ არის იცი მიღებული წესი რომ შენ პირიქით პარტიამ უნდა დაურიგოს ხალხს ფული რომ მე გამოვიდეს იქ აქციაზე თუ იმაზე ვერაფრით ვერ შემოვიდა ჩვენში ის რომ ხალხი უნდა დააფინანსოს პარტია ბიზნესმენებმა ეხლა თქვენ რო თქვი მიყურებს რა მე მიყურებს მოვა და აუ რა მაგარი ხარ ხშირად ვიღებ ამ კომპლიმენტებს მაგრამ საქმეზე რომ მიდგება რომ აი გჭირდება დახმარება ფილმის გადაღებისთვის კაციშვილი მას არ გაიმარტყურებს ტყვის და ყურებს და არავინ არაფერში არ დაგიდგება გვერდში და ეხლა როგორც მანქანა ბენზინის გარეშე ვერ წავა ხო ისე ვერ გამოვა ვერც ერთი საქმე ფინანსური ნაკადების გარეშე გამორიცხულია და ეს კიდე ჩვენ რაღაცა ეგრეთ წოდებულ აი ელიტას არ უნდა ამათ უნდათ იდგნენ არაფერი არ გაიღონ თვითონ არაფრის თავი არ აქვს და თვითონ არაფერს არ აკეთებენ და ვისაც შეუძლია იმასაც არ ეხმარებენ აი ეს არის პრობლემა თორე ტელევიზორში ხა მარტო ტელევიზორში ლაპარაკი არ კმარა ეს სხვა რამეა საჭირო და ფინანსური გარკვეული ნაკადის გარეშე ვერც ერთი პარტია ვერ იფუნქციონირებს ვერც ამერიკაში ვერც ევროპაში და ვერც საქართველოში ხო ესეა და ამის გაკეთება არავის არ უნდა ყველა არის ჩtildeში მუცელზე დაიწყაპუნებენ ხელებს და ეს არის მათი ისა ესე არ გამოვა არაფერი და მე უფინანსო შეირჩხვენ თავს ვერაფერს ვერ გააკეთებს ხა გაილანძღები და გეტყვიან რომ აი არაფრის გამკეთებელი არ არის რა ხდებით აი ეს არის პრობლემა სამწუხაროდ აი ეს არის პრობლემა და თქვენ როგორ ფიქრობთ აი ხა ბატონო გრიშა მე მინდა რომ ისე აი შევეხო იმ თემებს აი ახლა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული პოლიტიკა აი ამ deep state-თან დაკავშირებით ისიც რომ გაფართოებულ ორგანიზაციებს აკეთებს სახელმწიფო კონტროლს აკეთებს ამ ბანკების გაერთიანებებს აკეთებსო რაღაცები ის ხო კრიზისის დროს მოვიდა ამერიკაში და
სტალინმა რაღაცები უთხრა რომ ესე გააკეთეთ და მალე იმიტომ აირჩიეს 4ჯერ ეს პრეზიდენტად რომ ისა და თქვენო რამეო ნათესაობა ხო არა გართო ამ პარტიული ნათესაობაო კაცო რომ ისიც სოციალიზმს აშენებსო რა ხო და ელაპარაკა ხო სტალინმა უთხრა რომ მეო პრეზიდენტო ძალიან კარგად ვიციო ნამყოფი კი არა ვარ ამერიკაში მაგრამ მე წიგნებითო და რამითო და სატელეფონო საუბრებითო კარგად ვიცო მე პრეზიდენტის საქმიანობასო და ძალიან ყოჩაღი კაციაო და ძალიან მონდომებულიაო მაგრამ ვერაფრით ვერ აშენებს ის გეგმიან ეკონომიკასო ეს კაპიტალიზმიო შენ ვამბობო რომ უკვე დამთავრდა ეს კაპიტალიზმიო და ნელ-ნელა გადავიდეთ აღავით არის ნელ-ნელა გადასვლა არ შეიძლება ამაზეო ეს რაც დალპაო მაგრამ ამას უნდა ბიძგიო ეს ხე კი არ არისო კაცო კაპიტალიზმიო რომ ისე დალპესო რომ თვითონ წაიქცესო გაიგე იმას უნდა უბიძგო იმას ძალიან დიდი შრომა უნდაო ის უნდაო მუშათა კლასი უნდაო ხალხი უნდაო გვერდში დგომა უნდაო და ამაშია საქმეო და თუ კაპიტალისტებს იმდენად შეავიწროებო რომ გლეხობისკენ გადმოიყვანდა იმასო თავის კაპიკებსო მოაკლებსო და გლეხებს მისცემსო ეს კაპიტალისტები შეიგრიბებიანო ხო და იწვიანო რომ ესო კაცო გლეხების საქმეს აკეთებს ჩვენ საქმეს აფუჭებსო და ეს ყველა რა გვიდაო კაცო ეს პრეზიდენტები მიდიან და მოდიან და კაპიტალისტები ჩვენ აქ ვჩებითო გაიგე ხო და იმას გადააგდებენო ამ რუჟველსო ხო და ახალს მოიყვანებენო ხო და მე დავწმუნდი ეხლა რაც აი ეხლა გამოვიდა ეს ქართულ ენაზე და ეხლა მე გამოგიგზავნის შენ და წამოვიღებ როცა შენთან წამოვალ და უნდა წაიკითხო შენ ესა რომ ამ კუთხით ვიმუშაოთ ხო და ეს ტრამპი 12 აპრილს მოკვდა კაცო ჩვენს იპარსავდა და კაცი მოკვდა რა ეს ნამდვილად კაპიტალისტებმა მოკლეს კი იყო ეჭვები და ჯერკა გაუხსნელია მაგის სიმკვლელობის მაგის სიკვდილის ამბები ესენი ხო არაფერს ახსნიან კაც რაც კენედის ამდენი 6 პრეზიდენტი ყავთ მოკლული და არც ერთ საქმე გახსნილი არ არის იმიტომ რომ ეს რაღაცა უბედურება საიდუმლო ხელი რო არის და ფათურობს ისა იმას ვერ მოერება ეხლა ეს ტრამპი ერთ დღეს სამბობს და მეორე დღეს ესეთი კაცი კი არა იქ ეს 17 ოჯახი ეს არის ფარული ხელი რომელსაც ბანკები ნედლეული რკინიგზა ყველაფერი არის მათ ხელში რა ყველაფერი მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ ამ დედამიწის ზურგზე გაიგე და ერთი ქვეყნის ისა რას ქვია და რას მიქვია რომ ერთი პრეზიდენტი ეყოლება გადასაგდები თუ არა ეს რომ მოიდომონ ხვალ აღარ იქნება ტრამპი რა არა ისე მაგან მე მგონი თავის სისულელეებით გაუსწროინ ბაიდენს და ისე მიდის საქმე შეიძლება ბაიდენი მოსანატრი დარჩეს ზოგიერთებს იმიტომ რომ უკვე ამდენი დიდი ხანიც არ არის გასული და ძალიან ბევრი სისულელე თქვა რომ აი მაგალითად ჩვენ ეხლა რუსეთს დავსვამ თავის ადგილას რომ რუსეთს ვაიძულებთ რომ ომი ჩვენ მოვიგეთ სამამულო ომი რომ ესე იგი ჩინეთსაც ეხლა ჩინეთს ემუქრებოდა ეხლა უკან დაიხია იმას ემუქრებ რა ქვია ომი დააწყებინეს უკრაინას და ეხლა უკრაინას ეუნებიან რომ ყველაფერი უნდა გადაიხადო თუ არა და არ მოგწით იმ დახმარებას და ის საწოდავი ზელენსკი ჩამფეხებით არის ჩამოსაკიდებელი მაგრამ ხო იცით ნათქვამია წაქცეუს არ ურტყამენო რა და ეხლა წაქცეუს რო წიხს მიაძებ კიდე რა ვიცი მე ეხლა შენ არ გაათახსირე ეს ქვეყანა ეხლა ვითომ რომ ამ ზელენსკის ტუქსავენ ვინ შექმნა ზელენსკი მაგათმა არ შექმნეს მაგათმა არ დააწყებინეს ომი აბა ვინ შექმნა ხო და ეხლა ვითომ გამოდის და რაღაც ამ ზელენსკის ტუქსავენ რა თვითონ შექმნეს ესა და საწოდავი უკრაინა რა დღეში ჩააგდეს ეხლა გამოდიან მშვიდობის ტრედები რა და აი ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი ყველაზე უფრო ამაზრზენი რომ დაანგრიეს ესე იგი ქვეყანა დაანგრიეს ხალხი დაეყობა და კიდე ფულს ათხოვენ ფულს
ერთი სიტყვა უნდა რუსეთს რომ ჩვენ არ შევდივართ ნატოში რომ დოკუმენტი ქონდეთ ხელში გაიგე რომ მიუხრობელი ქვეყანა ვართ გაიგე ხო და ჩვენს დავიშვერებთ და ისინიც რა და ამას ვერ აკეთებენ რა მგონი მაგიც აღარ გვიშველის უკვე მე ბევრი არის კიდე რამის გაკეთება რუსეთ ეგ შეიძლება ადრე იყოს საკმარისი ეხლა გაცილებით მეტის გაკეთება გვჭირდება ჩვენი გარკვეული სუვერენიტეტის შეიძლება ბოდიში და რაღაცნაირად გარკვეულწილად შეზღუდვა შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ შენ თუ გინდა ცხინვალი და სოხუმი აქიდან ვერ წაუყენებ ულტიმატუმს რუსეთს და ეხლა ის რომ მარტო იყო საკმარისი ნეიტრალიტეტი ეხლა შეიძლება ეგ აღარ იყოს საკმარისი მაგიტო თქვა იმ მარგარიტა სიმონიანმა თქვენ რო თქვით რო თქვა რომ ისევლე მოვლენო ახალი მეფე ირაკლებიო მუხლებითო ჩვენთან ეგ ტყვილა არ უთქვია იმას არა კაცო არა წუხე რომ ტანში გამაძიალა რომ გავიგონი ეს რომ მალე მოვა ეს რა ახალი ირაკლიებიო და დაგვიჩოქებენო ახაო რომ მიგვიღეთო მაგრამ გვიანი ხდებაო გაიგე ისინი სტალინსაც ხوارელოდებიან ნეტა სტალინსაც რატო არა მომე რომ იქნება სტალინის მოვიდეს და ქვეყანა იხსნას ამ გაჭირებიდან რა და სხვაცაც და რუსეთი შენ თუ გონია რომ რუსეთი როგორც მოსკოვშია ყველა ესეთ ბედნიერია იქაც რა ბატონო გრიშა იცი რა ეხა ამ ნაციონალებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ აი ეხა მინდა რომ მიმდინარე პროცესებსაც შევეხოთ რა რომ ესე იგი ეს ნაციონალური მოძრაობა კლავაც იგივე იმაზე არის პოზიციაზე აი კი მე ზიზღებ ამ ნაციონალებზე ლაპარაკი მაგრამ რა ვქნა რაზე ვილაპარაკო ეხა მოცემულობა ეს არის აი არასდროს არ მაქვს სურვილი ამ ნაციონალებზე თემის აწევის მაგრამ ნუ ხო უნდა შევეხო არა პროცესებს და ამ სანქციების საკითხები კლავაც აქტუალურია კიდე დაასანქცირეს ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა მინისტრი დაასანქცირეს ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი დაასანქცირეს ასევე სხვადასხვა მაღალი შტოს წარმომადგენლები არა და ის ხალხი დაასანქცირეს რომლებიც პირიქით დასავლეთზე ლაპარაკობდნენ ეხლა მაკა ბოჭორიშვილი გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრია და თქვა რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ და მაინც დაასანქცირეს ანუ მე რას ვეხვდებით მაინც გლანძავენ მაინც ვთათხავენ მაინც პრორუსულებს გვეძახიან და ავდგეთ და ამ რუსეთთან მაინც წავიდეთ რა მაგათი მოსაწონი ჩვენ ვერასდროს ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ხო მაინც პრორუსებს გეძახიან მაინც კრემლის აგენტებს გეძახიან და არ ჯობია მართლა ამ კრემლისკენ გადავდგათ დაბიჯები ეს რო იცოდე ეს მალე დამთავრდება ეს კაპიტალიზმის ბოლო აქვს მოგებული და ლიბერალიზმი ხომ საერთოდ არ იხსენება ხო და ოღონდ ამას კომუნისტები არ ელქმევა ეხლა ძალით რო ამბობენ კომუნისტები ესეც მიადგენ ეხლა ეს ახალი მთავრობა და კომუნისტები და ორჯონიკიძე ვითომ ისინი იყვნენ ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში რა ეხლა რას ამბობს ეხლა აი ეს ვახტანგი გურულის აი წიგნი უნდა და ეხლა წაგიკითხავ რაღაცას ბოლშევიკური პარტიის დიდი გამარჯვება 1917 წლის 25 ოქტომბერს სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის სკოლის შემძლეობით იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერება მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებისა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. პოლიტიკურ პარტიისათვის ფართო სამოღვაწეო ასპარეზის შექმნა თებერვალ-მარტის რევოლუციამ. ხელისუფლებისათვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტურ მოძღვრების ახალ მიმდინარეობას, სტალინიზმს. აი, სტალინიზმი უნდა მოვიდეს და არა კომუნისტური პარტია და არა ეს ძირმომპალი კაპიტალიზმი რა. ეს მორჩა ამან დაამთავრა ის
ის ეპოქა, რომელიც მოდიოდა და მორჩა, ის აღარ არის უკვე, აღარ არის. თურმე არ ყოფილა 34 წესიც კი, როგორც აი ეს უელსი ამბობს და ეუბნება სტალინს რა. ეს გეგმიან ეკონომიკაზე თუ არ გავიდა, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება რა. აი ხარა. ეს დაგნობილი იყო ჭარ მუშახელზე, იაფ მუშახელზე. რო შემოელია ამერიკას იაფი მუშახელი, ეს თავისი ქარხნები და ფაბრიკები გადაიტანა ჩინეთში. ჩინეთში გადაიტანა. ხო და იაფი მუშახელი იქ იყო და ყველაფერი. ეს ჩინელები ჭკვიანი ხალხია, აითვისეს ეს ტექნოლოგიები, ეს ფაბრიკები და ქარხნები, თავიანთი ქარხნები გააკეთეს, თავი ფაბრიკები გააკეთეს და ეხლა თუ კიდე ჯართი წაიღეთ აქედან ჩვენ ქვეყანა ჩვენ თვითონ მოუვლითო. და ეხლა იმედომ არ მოსწონთ ეხლა ამერიკელებს ეს ჩინელები. ხო და ასია ეს გეგმიური ეკონომიკა იცავს ადამიანებს, გლეხებს, უბრალოდ საშუალო ფენას, გაიგე? და ეს კაპიტალიზმი გაიგებს თუ არა, არ აყავს მას უმუშევართა არმია, რომელიც არის რეზერვი მათი ცხოვრების ამაღლების და მათი უფრო დიდი კაპიტალის მოგროვების იმ წუთშივე ესე იგი ის წყობა შეიძლება ის პრეზიდენტი მათ არ ეყოლებათ, რომელიც მათი ის საქმის ხელშემწყობი არ არის. ამიტომ არ დაიჯეროთ, რომ ამ ტრამპმა 4 წელიწადი კიდე გაძლოს იმ თეთრსახში. ანუ თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება კენედის ბედი გაიზიაროს ან იმპიჩმენტი? არ მოკლავენ, იმიტომ რომ იციან, მაგრამ იმას მოუხერხებენ იმას. ახლა ქვეყანა ის გამოდიან, ეხლა ამერიკაში მთელი მოძრაობა არის და ტრამპის წინააღმდეგ და გამოდიან და არის ერთი ამბავი რა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ეგ რო ტრამპი შეიცვალოს, ეგ ჩვენთვისაც მძიმე იქნება და ამიტომ ვიძახით რუსებთან ურთიერთობის დალაგება. მაშინ ჩვენ საერთოდ მოგვიღებენ ბოლოს ეგენი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ეხლა ტრამპი ჩვენთვის ვერ იცლის, იმიტომ რომ იქ შიდა პრობლემებით არის დაკავებული და ამიტომ ვიძახით სანამ დრო არის, სანამ ეხლა საშუალებაა რუსებთან დავილაპარაკოთ სამხედრო სტრატეგიული ურთიერთობები დავამყაროთ მეთქი, მაგაზე გავყვირი მთელი 25 წელიწადია. არ ვიცით ჩვენ ამერიკის არც ცხოვრების წესი, არც მაგათი მორალი, არც მაგათი წარსული ვიცით, არც მაგათი მომავალი. მომავალი რო არა აქ მე ვიცი მაგათ. ხო და ამიტომ ვიცით ჩვენა მე-11 საუკუნიდან ვიცით მაგი, მე-11 საუკუნიდან რუსეთთან ურთიერთობ ჩვენა. მე-11 საქართველოს დედოფალი მივათხოვეთ ამ რუსსა რა. იმისას რომ რუსეთთან გვინდოდა კარგი დამოკიდებულება შეუყოფილიყავით. იქედან მოყოლებული ვიცით. არაფერი არ დაგვიშავებია მათთვის. ჩვენ რო არაფერი არ დაგვიშავებია საქართველოსთვის, ამტკიცებენ უზარმაზარი დიდი მეცნიერები რუსი. ხო, იმათმა უამრავჯერ გვიღალატეს ჩვენო. უმტკიცებენ ეს, ამას ამტკიცებენ დოკუმენტალურად, გაიგე? ჩვენ ამაზე არ მუშაობთ. ჩვენ მუშაობთ ერთმანეთის ჩაშვებაზე, რომ ვიღაცას აგარაკი აუშენებია, ვიღაცას მანქანა უყიდია, ვიღაცას ჩაუსაფდნენ, ვიღაცა მომკვდარა, კაცო ყოველთვის ყდებოდნენ და ყოველთვის ცოლს ქმარიცენდა და ყოველთვის იყო ეს ამას ერქვა კომუნისტების დროს ისა ოჯახური კიკლაობა, ოჯახური დავები და რაღაცები, ეს ყოველთვის იყო, სანამ ცხოვრება იქნება, ასე იქნება რა. მაგრამ ამათმა ხვარს წაართვეს ქმრობა, ქალს მისცეს ქმრის ისა მოვალეობები. ხო და გაგიზდა ეს კაცი არ მუშაობს, ის მიდის სადღაცას ბოჟობს, იმ ბოჟობით უგზანის რაღაც ორმანეთს, ხო და იმით ეს იმას ყიდულობს ნარკოტიკს თუ რაღაცა უბედურობას, ხო და აი არის ასე რა. და ასე დავღუპეთ ქვეყანა. ბიჭო, თურმე კაცო პირველი ქვეყანა, პირველი როდესაც იცვლება ფორმაცია, უნდა შეიცვალოს სკოლა. სკოლა თუ არ შეიცვალა და განათლება თუ სისტემა თუ არ შეიცვალა ახალი ცხოვრების მოსამზადებლად, ისე სულტყილა როგორი არმია უნდა გყავდეს, როგორი ძლიერი სახელმწიფო და ეკონომიკა უნდა გქონდეს, თუ სკოლა არ შეცვალე და იდეოლოგია არ შეცვალე და
კაცი არ აღზარდე შენ ჭკუაზე და შენ ქვეყნის მსახურად ისე ის ქვეყანა დაშლილია და გამოშვიდია წყობილები. აი ხა ბატონო გრიშა, კარგად იცი თქვენ რომ აი ჩვენ რამხელა გიგანტები გქონდა საქართველოში. ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. ასევე გემჩენებელი ქარხანა ბათუმში. ასევე ესე იგი 31 ქარხანა რომელიც თვითმფრინავებს უშვებდა. ასევე ელმამამჩენებელი ქარხანა. ასევე უამრავი ჩაის ფაბრიკები. ყველაფერი გავანადგურეთ, ყველაფერი მოვსპეთ. აი ბელორუსში ვიყავი ეხლა ყველაფერი მუშაობს. უშვებს ბელორუსი თავისი ესე იგი ავტობუსებს, ტროლეიბუსებს, მაცივრებს, ტელევიზორებს, ყველაფერს საერთოდ რაც კი რამე არსებობს, რაღაც არაფერი არის და სოფლის მეურნეობის პროდუქცია. რა ამ კაცს ეძახდნენ დიქტატორს. ამ კაცს ეძახდნენ კალხოზნიკს. გახსოვთ ალბათ როგორ ესე იგი აშაყირებდნენ ამ ლუკაშენკოს რომ ი კარტოფილი მოყავს და რაღაცა. აი ჩადით ერთი აი ჩავიდნენ და ნახო რა თმინდა მეძახე დიქტატორი მეძახე კოლხოზნიკი მეძახე მთავარია ჩემი ქვეყანა ხო განვავითარო ეხა ჩვენ კიდევ დგევართ ვაიმე დასავლეთმა რას გვეტყვის ვაიმე ამერიკა არ გავკარი მართლა დასავლეთ და ამერიკას რას გვეტყვის კაცო მთავარია ჩემი ქვეყანა გავიყვანო სამშვიდობოზე უმუშევარ ადამიანს ვერ ნახავთ ბელორუსში საამური ცხოვრება ესე იგი აი ქუჩაში ნამწვავი არ არის მე ასე მეგონა იმაში ვიყავი ციურიხში რო ჩავედი იქა და აი ეს ამ კაცმა მიაღწია ამ ლუკაშენკოს დამსახურება კაცი რო არ ყოფილიყო, იქ იყო კარგად მოგეხსენებათ შუშკევიჩი იყო, რომელიც დააქცევდა ამ ქვეყანას რო არ მოსულიყო ლუკაშენკო. ანუ პიროვნებაზე არის ბევრი რამ და გავანებოთ რას გვეტყვის ეს ამერიკა, გავანებოთ რაზე, აი ბოდიში და აი ახლა უბედავს ვინმე ალიევს ახლა დემოკრატია რა ხარო და ამ დროს იქ ხო ვიცით რომ დემოკრატიის კუთხით პრობლემები. დავიწყოთ სულა აღარ შემიძლია დავიღალებ უკვე მე სიძღება ეს გადაცემაც უკვე იმიტომ რომ ყველა დღე შეიძლება ერთი და იგივე ვილაპარაკოთ კაცო რა უბედურება, მაგრამ არ ვარგისმენენ კიდე. აი თქვენ ლაპარაკობთ რომ ისაო რეიტინგი გაქვთო ისა რა თქინდა რა ლაპარაკობ თავარია ვიც არის ადრესატ იმან გაიგოს ეს ყველაფერი თორე მე ხო არა ვარ ხელისუფლება მე კი ვილაპარაკებ მაგრამ გამგონმა უნდა გაიგოს ეს ყველაფერი ხო ვისაც კანონზე ხელი მიუწვდება ის არის ქვეყნის მეთაური და იმან უნდა დაიცვას სუვერენიტეტი, გაიგე? თუ კანონზე ხელი არ მიგიძდება, ეს გავაკეთეთ ჩვენ დაახლოებით 8 თვია, რაც კანონზე ხელი მიგვიძდება, მაგრამ ვერ მიგვიძდება, იმიტომ რომ გავაუქმოთ უნდა ეს ნაციონალები და ეხლა ვთქვათ რომ მოდი კიდევ ერთხელ ვასწრებიოთო ისა არჩევნებში მონაწილეობაო. ეს ამათი და თქვენი კი არ არის კაცო. ეს საზღვარგარეთიდან უთხრეს რომ თქვენ ვინ მოგცათ უფლებაო და მაგის აკდალვისო და ეხლა ვითომ ამას შეეფარენო ერთხელ კიდევ ვაცდებიო. ხალხმა უნდა შეუტიოთ ეხლა ჩვენ ამ მთავრობას არაფერი მოწდა. აი ეხლა უნდა იყოს. უყურეთ რა ხდება ფაქტი ერთია რომ რუსეთის გარეშე ჩვენ ვერ დავაღწევ თავს ეხლა ამ ყველაფერს ეხლა თქვენ რო თქვით სწორადად თქვით თქვენ რო განა ხელისუფლებამ ეხლა ბოდიში და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდო თავი ჯერ თქვა რომ არ იქნებიანო არჩევნებზე ვერ მიიღებენო მე თქვა კიო ეს კომისია მუშაობს თან იმაშვება თან კიდე ამ ნაციონალებს მე კიდე ეხლა ბოლო აი ხა ყველა აღშფოთებული ამ მიგრაციით კი ეხლა ქუჩაში რო გახვიდე ქართველი მოგენატრება ამ პაკისტანელები და ინდოელები თავისო ქვეყანა ესეც დასავლეთის შემოტენილი თემაა მაგრამ ყველაფერ ამისი ამ მკვეთი ყველაფრის ამის აკვეთი არის რუსეთი აი როგორც ეხლა ადამიანს რომ ცუდად გახდები წამალი ხო უნდა დაგინიშნონ რაღაცა კონკრეტული წამალი თუ არ დალი არაფერი გეშვერება ისე ყველაფერი ამის წამალი არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ეხლა ლუკაშენკო ვახსენე ხო ლუკაშენკო ვერაფერს ვერ იზამდა რუსეთთან რო არ ქონდეს ურთიერთობა ხო ესია ხო და არ ხო უნდა გაიგო რომ არ გამოდის ამ რუსეთის გარეშე არაფერი არ გამოდის და რამდენჯერ უნდა ვთქვა ეს ერთი და იგივე ა 2500 NGO-ა და 43 მილიონი გამოუგზავნიათ საქართველოში ხო 43 მილიონი იმათ ყოფნით ეს ფული კაცო იმათ რა ენაღლებათ ჩვენ როგორ ადგეში ვიქნებით რა
იმათ რა ენაღლებათ, ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და მუშაობენ და წვიან და კივიან. და ეს ჩვენები ზიანს ახში. და რომ მეუბნებ, ეხლა რომ რამეს მიუვარდე მაგას რაღაცები შედაგიჭერენ და იმისათვის საზოგადოებრივ ამათ ქულები ჩაიწერონ რომ აი ჩვენ დავიჭირეთ კაცო ვის იმას არ ღვევდა კანონს. აბა და იმათი კანონის დარღვევა ეს დემოკრატია არის. ჩვენი კანონის დარღვევა სისხლის სამართლის საქმეა. მე ვფიქრობ რომ რაღაცა გარკვეული ცვლილებები არის საჭირო. აუცილებლად, იმიტომ რომ თუკი ჩვენ აიხა ლაპარაკობთ, აი უკვე თქვენ რო თქვით, უკვე საზოგადოებაც დაიღალა იცი ამ ლაპარაკისაგან რა, ეხა მე არ ვიცი, ეხა საზოგადოება ელოდება რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს, ეხა მე არ ვიცი პარტიები თუ ხარ პარტია უნდა ადგე და რაღაც კონკრეტული გააკეთო, ხო? იმიტომ რომ ეხა თქვენ თქვით ვიღაცები არის ჭკვიანი ხალხი რაღაცა, მეც ხედავ რომ ჭკვიანი ხალხია, მაგრამ ბიჭო აღარ შეიძლება ეხა თუ რამე ყველა ვიცით რომ ყველას ამბიციური ვართ, ჩვენ ქართველები ვართ ამბიციური ერი, ასეთი ამბიციური ერი სოფლიოში მეორე არ არის. თუ გინდა მაშინ საქმეც გააკეთე, ეხა თან არ უნდათ საქმის კეთება. უნდათ მარტო ესე წამოკოტრიალდებიან ტელევიზორთან და აი მიდი მოვდივარ და ესე არ გამოვა საქმე, ხო? ეხა ჩვენ წინაპრებს ხმალი რო არ გაექნია, დღევანდელ დღემდე ვერ მოგვიტანდნენ ქვეყანას, ხო? მიმ კომუნისტებსაც კარგი ლოზუნგი ჰქონდათ საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ხო? გავიგეთ ეს ყველაფერი რომ ნაციონალები ცუდია, გავიგეთ რომ გადაჭრის გეგმები ის არის რომ უნდა გადავდგან და მაგრამ აი ქვეყანას არ ყავს დემეტრე, ქვეყანას არ ყავს გიორგი ბრწყინვალე, არ ყავს დავითი, არ ყავს თამარი, მაგრამ მიახლოებითი არ წავს არავინ. ეხა ესეთები საუკუნეში ერთხელ იბადებიან, ხო? და შეიძლება საუკუნეშიც არ დაიბადონ, კიდე უფრო დიდი დრო დაჭირდეს, მაგრამ აი ვერ ხედავ მე ადამიანებს ისეც, რომლებსაც თქვენ აი რისკზე წასვლა შეუძლიათ. აი ლუკაშენკო რისკზე წავიდა. მაგალითად ფიცო რისკზე წავიდა. აი უნგრეთის ეხა პრემიერი და სლოვაკეთის პრემიერი დიდი ზეწოლის მიუხედავად ჩავიდნენ იქ 9 მაისს მარტო ის არ არის რომ იქ ჩახვედი და აღლუმს დაესწარი. 9 მაისი არის რომ ჩახვედი, ეს არის უკვე იმ ადგილზე დადგომა, რომელიც არის ანტიფაშისტური ადგილი. ეხა ჩვენ უნდა ავირჩიოთ, როგორც 41-ში ავირჩიეთ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, დღესაც უნდა ავირჩიოთ, ვართ ამ ევროპელ ფაშისტებთან, თუ ვართ იმ ხალხთან, ვინც ამ ფაშიზმს ებრძვის. შუაშისტობა არ გამოვა, არ გამოვა შუაშისტობა. ანიქით უნდა იყო, ანაქით, თუ არა და დამთავრებული ამბავია. ერთხელ რატო არ გველაპარაკება, კაცო, ერთხელ ამ ფილარმონიაში რომ 100 არისო, კაცო, ყრილობებს ვატარებდნენ და გამოდიოდა ხალხი იქა და ეუბნებოდა ხელისუფლებას რომ ეს არ ვარგა, ის ვარგა, ის ვარგა, ეს არ ვარგა და რაღაცნაირად ესმოდათ და ამათ რას ამბობ, კაცო, ახლა რომ ვლაპარაკობთ ამაზე, მაგეთ დროს არ გაასცენ და რომ მოგისმინონ. ხო და ყურში უნდა გითხრათ რაღაცა, მაგრამ ყურამდე ვიმიშვებს, კაცო, ტელეფონს არ იღებენ რომ დაურეკო და რაღაცა უთხრა რომ ფეთქდებოს და რამე რო ვიცოდე ვერ გააგებიებ ვერაფერს რა. გრიშა, აი თქვენ ამხელა, აი მე თქვენ დატოქცემთ უდიდეს პატივს. 88 წლის ხართ ფაქტობრივად, ხო ესეა რა? ბატონო. ფაქტობრივად 88 წლის. კაცი ამდენ წიგნებს გამოცემთ. ასე აქტიური ხართ საზოგადოებაში. თქვენ მართალ სიტყვას იძახთ. ვიღაცისთვის გონია ეს ადვილია, გამოდი ტელევიზორში და ილაპარაკე. ამათ გონიათ ეს რაღაცა ოკრიბას სადგურზე მიხვიდე, ჩაჯდე მარშრუტკაში და წახვიდე დასავლეთში. ამას რამხელა ემოცია, რამხელა მომზადება ჭირდება. ეხა ბატონი გრიშა, სანამ გამოვიდოდა, მოემზადა დღევანდელი გამოსვლისთვის. რამდენი ემოცია დახარჯა, რამდენი ენერგია დახარჯა. ამათ გონიათ ის რომ მანდამაიც ყანის გათოხნა არის ფიზიკური შრომა. ფიზიკური შრომაა ისიც იგივე რომ გამოდიხარ ემოციას ხარჯავ. სად არის ეს მეცნიერები, ისტორიკოსები, პროფესორები, ის ხალხი, ვინც მაშინ ბოდიში და ამ მოსკოვისა და ამ ცენტრიდან პრივილეგიები მიიღო. მე ვერაფერს ვერ მოვესწარი, მაშინ ბავშვი ვიყავი, საერთოდ ვერც მოვესწარი იმას. ხო იცი რომ
ამ რეალობაში რა უნდა რატო ესენი ხმას არ იღებენ? გავიგე ისინი ეს ნაციონალები არიან ჩათლახები და ნაძირლები, გავიგე. მაგრამ აი ამ ხალხს რატო არ აქვს ეს ბოდიში და ერთი ადგილი რომ გამოვიდეს და თქვას რომ ხალხო აი ეს უნდა გაკეთდეს, ესე უნდა წავიდე, სხვა გზა არ არსო. აი რა არის ესეთი ბოდიში თან მით უმეტეს ცალიფეხი აქვს ზოგ სამარენში, ხო? აი რას კარგავ ახლა მითხარი თქვი, რას გიზამე, ხო? აი მე და თქვენ რატო უნდა ვილაპარაკოთ მარტო ვერ გავიგე რესპონდენტების პრობლემა რო არის ხო თქვენც კარგად იცით არა ვერ გამოიყვან ეხა ისა ფული თუ არ დაუდე ტელევიზორში არ გამოვლენ ეხა ბიძინა ივანიშვილმა თუ არ ჩაურიცხა ფული ისე ბოდიშ და ხმასაც არ ამოიღებენ არ ვიცი ეხა ჯგუფები შეადგინეთ იქა თუ რაკენით ეხა ვინ უნდა მოაწეროს ხედი ყველამ უნდა მოაწეროს კაცო ყველა მთელმა მოსახლეობამ უნდა მოაწეროს არა ვინ არის რაიონში აი თქვათ მაგალითად გურჯაანში ეს როგორ იქნება იცი ბატონო გრიშა ელექტრონულად იქნება ინტერნეტში ეხა ხო ეხა წინ წავიდა ყველაფერი რა ზოგს არ აქვს ეხა იმის დრო რომ წავიდეს იქ სადღაც მივიდეს ხელი მოაწეროს ფიზიკურად უჭის ფეხით კივა ზოგს რაღაცა ის შეხვალ ინტერნეტში და დააფიქსირებ ამ ხელმოწერას და всё შახლიდან გაუსვლელად მაგრამ იქნება ისეთი მოძრავი ჯგუფები ეხა ვინც ეხა ინტერნეტთან და კომპიუტერთან ახლოს არ არის იმას ექნება საშუალება რომ ისეც მოაწეროს ხელი ეს გაკეთდება რომ ამით ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით რომ მე შენ გეუნები ხელისუფლებამ რომ ჩემი დაკვეთაა რომ წახვიდე შენ მოსკოვში და არა ბრიუსელში და არა იმაში ვაშინგტონში იმიტომ რომ საქართველოს ბედი წყდება მოსკოვთან ურთიერთობის შედეგად და არა იმასთან ვაშინგტონთანაც გქონდეს ურთიერთობა და ბრიუსელთანაც მაგრამ ჩვენი გადარჩენა არის დამოკიდებული ამ ჩვენ ჩილოელ მეზობელზე ხო ბატონო ნიკო ჩვენ რომ მოუწოდოთ ხალხს რომ რუსთაველზე შევიკრიბოთ ჩვენ ერთხელ თუ გინდა კაი რუსთაველზე შევიკრიბოთ იმას ფილარმონია რომ გავავსოთ არ შეიძლება და იქ რომ ხალხს უთხრათ ეს აზრი არ შეიძლება მაგიც იქნება ალბათ ეხა მე ვერ გეტყვით ეხა იმიტომ რომ ეს ამის სულის ჩამდგმელი და ამ ყველაფრის გენერირება მოახდინა აი სოლიდარობა მშვიდობისათვის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ფიფრია მისი ეგიდით მოხდა ამ ყველაფრის ამის გაკეთება და მე ცვა რა თქმა უნდა და ყველა მე როგორც რიგითი ჯარისკაცი შეუერთდი ამ ყველაფერს და რა ვიცი ალბათ ეგეც დადგება ალბათ პარტია შეიქმნება დარწმუნებული ვარ თქვენ რო იძახით პარტია აბა ეხა თუ რამე გადაჭრა გეგმის გინდა რაღაცა ეხა პარტია კი არსებობს ეხა პრინციპში სოლიდარობა მშვიდობისათვის მაგრამ მე ვამბობ რომ პარტია იქნება უფრო მასშტაბური ხვდებით უფრო აი ესეთი ძლიერი Burjanis Navinia
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიო კრივის ფედერაციასთან ერთად 24 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში წარმოგიდგენთ დიდ საკრივო შოუს. რეიტინგის ლიდერი ნიკა ბიგვავა WBF International ჩემპიონის გამრისთვის 10 რაუნდიან ბრძოლაში უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ. ლევან ციკლაური, ხვიჩა გიგოლაშვილი, ამბროსი სუთიძე, გრატი მიგრიაული და სხვა გამორჩეული ქართველი მოკრივეები სოფლიოსარეიტინგო ბრძოლებში წარდგებიან. მოდი კრივზე, უკომაგეს საკუთარ ფავორიტს. ერთად დავწეროთ ქართული კრივის ახალი ისტორია. იმაზე მეც რაც მე ვიცი ხა მე რაც ვიცი რეალობად ის არის მე კიდე ერთხელ ვიმეორებ მე ყველა მხარს ყველა ადამიანს და ყველა პარტიას ყველა მოძრაობას მხარს დაუჭერ და დამიჭერია კიდევაც ხა ზოგგან ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო ზოგს დაუჭირე მხარი და ბოდიშ და ბოლოს უმადურობა გამოავლინეს ნეტა ვინმე რამე გააკეთოს თქვენს მეც ყველა დაუდგებით გვერდში ქვეყანა არის კრიზისიდან გამოსაყვან ნეტა ვინმე გამოჩნდებოდეს და ნეტა ვინმე რამეს გააკეთებდეს და რა ვიცი რაღაცა დადებითი კონტურები არის ხა იმითი რომ აგერ გამოვიდა ადამიანი თქვა თან რუსეთში ერთადერთი ქართველია ეს მამუკა ფიფია რომელიც იძახის იქ რომ ბატონი ოთარ ფარცხალაძესთან ერთად მე ბატონ ოთარს დიდ პატივს ავცემ იმიტომ რომ ის კაციც ქართულ საქმეს აკეთებს იმიტომ რომ ეს კაცი რატო ესხმიან ამ ფარცხალაძეს თავს რომ ისაო რატო მიხვედი 9 მაისს აბა სად უნდა მისულიყო ერთი ვერ გავიგე იქ უნდა მისულიყო იმაზე რა ქვია ნაცისტების შეკრებაზე სად უნდა მისულიყო აბა და ესე იგი რუსეთში ვინც ქართულ საქმეს აკეთებს პირიქით ორივე ხელით ხარი უნდა დაუჭირო ჩვენ მე მგონი ესე არ არის ხარი უნდა დაუჭიროთ, მაგრამ აბა ვინ არა ვიცი, აბა ვინ. ბატონო გრიშა, რა მაინტერესებს, იცი? თქვენ მე დაგისვათ კითხვა. ინტელექტუალური, აი ეს ინტელიგენციის წარმომადგენლებზე მინდა მკითხოთ, ეხლა ცოტა გვერდი აუარეთ და რო დაგისვით კითხვა, სხვა თემაზე გადახვედით. ეხლა თუ არ გსურთ კითხვაზე პასუხის გაცემა, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ეხლა შევარდნაძეს რო დაუსვამდნენ კითხვას, ისე გაცემდა პასუხს, ზოგი ვერ გებულობდა რას ლაპარაკობდა, იმიტომ რომ ისა და ეხლა შევარდნაძის სკოლა კი გაქვს გავლილი და. კი. ხოდა შევარდნაძესთან კი იყავი დიდი ხანი და მაგრამ ეხლა შევარდნაძე მაინც პრეზიდენტი იყო და თქვენ მაინც ეხლა თანამდე აი რა მე მაინტერესებს ეს ინტელიგენცია რატო არის ესე მდუმარეთ როცა ბევრი პრობლემებია რა მათ არ ეხებათ ეგ თემები? ეხლა თქვენ რო გაიგო ეხლა რა საუბრებია ნუ გაგიძები კაცო მაგრამ რა გითხარით ბატონო გრიშა მე რა ვიცი დღეს ძალიან მოზომილად ლაპარაკობთ ისე და ცოტა ემოციებისგან დაცლი ბზანდებით რა ვიცი და რა საუბრებია რა ვიცი რატო არიან ჩუმად ესენი მარტო სუფრაზე ლაპარაკობენ სუფრაზე სალაპარაკობენ თუ არა სუფრაზე ხო გაიგებს რაღაცა მაინც ესე იგი წყალწაღებულად ყოფილა სიტუაცია არა და ეხლა ინტელიგენცია იყო ყოველთვის მამოძრავებელი ძალა ყოველთვის და ეს ეხლა საზოგადოება ელოდება უფრო აი იმ ადამიანებს ვინც რაღაცა გაუკეთებია და ვინც ესე ყოფილა ყოველთვის და ესე იქნება და არ ვიცი მაგრამ პრინციპში რევოლუციის დროს, როდესაც მოხდა სტალინის დროს, მაშინ იქ სხვა ხალხმა გააკეთა ყველაფერი, არა ინტელიგენცია, მაგრამ უბრალოდ აი მუშათა და გლეხთა წრეებიდან წამოვიდა ის ხალხი, ხო ვიცით და ალბათ მე მგონი ეს დრო მოდის, რომ ისევ სხვა ხალხმა უნდა ამ ასეთი ტიპის ადამიანებმა უნდა გააკეთოს საქმე. როგორც მე ვატყობ, არა? ხო იცი რომ ავანტიურისტები რო აკეთებენ რევოლუციას არა მე რევოლუციის ეხლა რევოლუცია პირობითად თქვი ეხლა მეთორე საერთოდ რევოლუციური ცვლილებებია საჭირო უბრალოდ რევოლუციური არ შეიძლება თანდათანობითი გადასვლა როგორც იმას უესწრებოდა კაპიტალიზმიდან თანდათანობით გადასვლა არაფრით არ შეიძლება იმას სოციალიზმის იმიტომ რომ დასანგრევიო საძირკვლებიც უნდა კი ამოიყაროსო რომ ახალი საძირკველი ჩაშენდეს რა ბატონო გრიშა, რა ვიცი, დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი თქვენი საუბრისათვის და იმისათვის, რომ აქტიურობთ ყოველთვის და ყოველთვის აი ხართ სიმართლის სადარაჯოზე და მიუხედავად იმისა, რომ 88 წლის ადამიანი ბრძანდებით, ნეტა ამასაკში ზოგი ფიქრობს, რომ მიმაღწევინა კიდეცო და ვინ ამბობს საერთოდ იმას და
აი მე ვფიქრობ რომ თქვენ უნდა მოგბაძონ სხვებმაც და აი თქვენ მსგავსად უნდა იმოქმედონ და სიმართლე ილაპარაკონ. კაცო აქ არის ლიტერატურაც არის და რაღაცა ხო არის რაღაცა ბიო ყველაფერს დაუთმობ ამას ვიღაცას გავყვები ვიღაცას ვეთყვი აი ეს არის რაც არის კაცო და რაღაცები ავტორიტეტს შეუქმნათ ვიღაცას ერთ კაცს ავყვეთ ყველა და გავხადოთ ერთი კაცი ინდივიდუალურად ვერავინ გახდება ხალხის მმართველი ხალხმა უნდა ერთი კაცი აირჩიოს რომელსაც ხარი უნდა დაუჭიროს კი ბატონო კარგი დიდი მადლობა ბატონო გრიშა წარმატებებით და აბა თქვენიც გაიხარეთ ბატონი გრიშა ონიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ერთი რამის თქმა შეიძლება რომ საქართველოში გარდა იმისა რომ არის დეფიციტი კარგი სამუშაო ადგილებისა დეფიციტი არის ასევე გარკვეულწილად კეთილდღეობის ელემენტებისა, იმიტომ რომ ყველას დღეს რაღაცა საარსებო მინიმუმის დონეზე უწევს ცხოვრება. დეფიციტია ასევე ინტელიგენტი და აი მოაზროვნე ადამიანების დეფიციტია. თქვენ არ იცით რამდენად ძნელი არის დღეს საზოგადოებრივი პოლიტიკური ტოქ-შოუს გაკეთება საქართველოში, იმიტომ რომ აი ყველა დღე ვფიქრობ ვის დაუთმო ჩემი აი ეს ძვირფასი დრო. ვინც რაღაცა შეიძლება იმსახურებს იმას რომ დრო დაუთმო, ყველა ჭtildeში არის. ყველა ბარიკადების იქით არის დამალული, იმიტომ რომ ფიქრობს რომ ამ პოზიციის დაფიქსირებით მე არაფერი დივიდენდი მექნება, ფული არ მექნება, პატივისცემა შეიძლება მქონდეს, მაგრამ მაინც ვიღაცა გამლანძღავს. მოდი ვიქცები ჩემთვის ამოკოტრიალებული და შევხედავ ერთი რა ხდება იქითკენ. ანუ ინერტული გახდა საზოგადოება. ტყუილა არ დაწერა ილია ჭავჭავაძემ ჩვენისთანა ბედნიერი ერი განა არის სადმე ერი. სადაც ბედნიერ ერში მან მთლიანად წარმოადგინა ქართველი კაცის სახე. ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო ტყუილა არ თქვა აკაკი წერეთელი. ჩვენ დავეჩვიეთ იმას რომ სხვის გაკეთებულზე და სხვის ნამოქმედარზე მარტო უნდა ავდგეთ და დავჯდეთ სუფრასთან. არ გვიყვარს ბრძოლა. ეხლა ადრე ჩვენი წინაპრები ხმას მაინც იქნებდნენ. ხმას კი არა, ქუჩაში არ გამოვა ადამიანი თუ 200 ლარი არ ჩაუჯიბე, რომ აი რაღაც პატრიოტულ თემაზე. პარტია აქით ხალხისგან უნდა ფინანსდებოდეს და ჩვენთან ესე ესმით, რომ პარტიამ უნდა დააფინანსოს ხალხი. აი ესეთი მახინჯი აზროვნება შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს ხელისუფლებას შეიძლება დააბრალო, მაგრამ შედალოცვილო ქუჩაში ნამწვავი რო არ უნდა დააგდო, ნაგავი რო არ უნდა დაყარო, საღორე თუ არ უნდა აქციო შენი ქალაქი, ამასაც ხო შეგნება გჭირდება და არა ხელისუფლების ის მითითება, ხო? ჩვენი ქვეყანა კი არ არის, ყანა არის, ყანა, რასაც ქვია უღრანი. ევროპაში დადიან, აღტაცებული არიან და აი ეს ევროპაში როგორი ცხოვრებაც არის და როგორი საზოგადოებაც არის, ისეთები კი არ უნდა. სადმე ხდება ევროპაში ისეთი რამ, რაც ჩვენში ხდება, რომ ქვეყანაში ადამიანებს სამშობლო მარტო საკუთარი ბინა რომ მიაჩნიათ, სამშობლოთ მიაჩნიათ თან ბინა და არა საქსაც არ მიიჩნევენ, იქ საღორეთ აქცევენ იმ კორპუსს დაანგრევენ რემონტის დროს, ბიჩოკებს გადმოყრიან, იქიდან შპრიცებს დაყრიან. არა, მანდამე ეს ზურბს რო გადა ის ითვლება მათ სამშობლოდ. აი ეს არის ყველაზე უბედურება. სახსაც არ მიიჩნევენ. ბევრი რამ მენტალურად შესაძლებელი გვაქვს ჩვენ. ქართველი ერი გადააჯიშეს დასავლეთის და ამერიკის აგენტურამ. ჩვენ ვხედავთ დღეს ქართულად მოსაუბრე ადამიანებს. ზირიქ შემთხვევებში ქართულადაც არ ლაპარაკობენ. და ეს ამ ადამიანებს ქართველობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შეხედეთ ეხლა ამ ადამიანებს და თუ ესენი ის ქართველები არიან, რომლებიც აი ჩვენ ბნელწარსულს რო ეძახიან, იმ დროს რო იყვნენ და გინაც უფრო ადრე, რა ვიცი. ეს ის ხალხი აღარ არის. ეს მოახდინა სწორედ ამ დასავლეთმა და ამერიკამ. ამიტომ დასკვნების გამოტანაა საჭირო და გმირობებისა და თავგანწირვის დროც არის, იმიტომ რომ იცით რა არის, თუ თავი არ გაწირე, არც ქვეყანა გექნება. 200 მეომარი, რომელიც შევიდა დიდგორის ველზე, ტრის
შუაგულში შიგნით იცოდნენ რომ ისინი ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ. ესენი იყვნენ თავგანწირული, თავი ხელზე აღებული ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული მისია ჰქონდათ რომ დაბნეულობა შეეტანათ მტრის ზურგში, რითაც ისარგებლობდა მერე ჩვენი ჯარი და გადავიდოდა შეტევაზე. ანუ ადამიანებმა ჩვენ და სახელები გვარებიც არ ვიცით იმ 200 ჩემთვის ყველაზე საამაყო საქართველოს ისტორიაში ჩვენ გმირი წინაპრები ყავს და ბევრი ყავს ასეთები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ერთ-ერთი არის ეს 200 მეომარი, რომლებმაც ჩვენ მოგვაგებინეს ის ომი და კაციშვილმა არის ის 200 მეომარი. ისინი მოკვდნენ საქართველოსთვის და მოკვდნენ ისე რომ სახელიც და იმაზე პატივზეც არ გქონდათ პრეტენზია. აი ესეთი გმირობა გვჭირდება ჩვენ. ჩვენ იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, ვაიმე, ვინ რა სიტყვის ჩემზე და ვინ როგორ დამიფასებს. ჩვენ ღმერთი გვიფასებს. ის 200 ადამიანი, ის 200 ჯარისკაცი არის 64-ში, ზეციურ საქართველოში. ზეციურ საქართველოში წმინდანები ლოცულობენ ჩვენი ქვეყნისათვის და მოდით ჩვენ გმირ წინაპრებს მივბაძოთ და კი, რა თქმა უნდა, იმ წარსულშიც იყო ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მართლაც არასწორად მოქმედებდა, რბილად რო ვთქვათ, მაგრამ უფრო მეტი გმირები ყოლია. და ამიტომ თუ ჩვენ გმირობისკენ მიდრეკილები არ ვიქნებით და თავგანწირვისკენ მიდრეკილი არ ვიქნებით, არაფერი არ გვეშველება. კარგად ბრძანდებოდეთ, შეხვდებით ხვალ ერთმანეთს საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.